გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართული პოეზიის დედოფალი ქალბატონი თინათინ მუხდლიაშვილი. მას განსაკუთრებული მადლობა უთხარი და ახლა საჯაროდაც კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ მობრძანდა დღეს ჩვენთან, იმიტომ რომ დღეს ხარება დღეს არის ქალბატონი თინათინის დაბადების დღე და მე მგონი პირველად აღნიშნავთ ტელევიზიაში. ხო ასია? არა, ჩვენ ბევრჯერ შევხვედრებთ ერთმანეთს, მაგრამ 7 აპრილს ჩემს ცხოვრებაში არ მივსულა არსად ტელევიზიაზე. იმიტომ რომ საღამოს ვაწყობდი ყოველთვის, მაგრამ წელს პირველი დღე 7 აპრილია რომ სახლში ვარ, რადგან 14 აპრილს ველოდები საიუბილეო საღამოს. დღე გრძელი, ჯანმრთელი ყავით, სიხარულით, სიკეთით სავსე გისურვებთ, შემოქმედებით, წარმატებებს და მოდით დავიწყოთ შემოქმედებითი საღამოთი, რომელიც 14 აპრილს გაიმართება მარჯანიშვილის თეატრში და ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ ადამიანებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ონლაინ, ანუ ბილეთები G. თვითონ ამ არ ვიცი რა ვარქვა ბილეთს. ეხლა ყველა ასე კიდულობს ბილეთს. ქვია მე გავიარე გზაეკლიანი, შეცდომა უნდა იყოს მე ავირჩიე გზაეკლიანი, მაგრამ ესე ასე ქვია მე გავიარე გზაეკლიანი, შეუძლიათ სალაროში არ იყიდება ბილეთები, რადგან მირეკავენ რომ სალაროში თუ შეიძლება სალაროში ვერავინ იყიდეს ბილეთს, ბილეთების ნაწილი დარჩენილია და ძალიან იაფიღებს, იმიტომ რომ ეს ჩემი არჩევანი იყო, რომ ბილეთი ყოფილი. მე საერთოდ მინდოდა რომ ყოფილიყო მარტო მოსაწვევებით, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამას წყვეტს მერია და კულტურის სამინისტრო, ასე რომ ბილეთები ფასიანია, ძალიან იაფიღებს და შეგიძლიათ შეიძინოთ. რა ღირს გითხარით? ესე იგი, ყველაზე იაფიანი არის 20 ლარი, და შემდეგ 25 და 30 ლარი და გაუკვირდათ ძალიან, იმიტომ რომ მე განებივრებული მყავს ჩემი მკითხველი, რომ ვანგარად ვემსახურები მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს ჩემი ფული არ არის და ეს მე არ მეხება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია, რომ ასეთი ფასიანი ბილეთი დარჩეს საერთოდ. გაყიდულია წინა მხარე, მაგრამ აი უკან დარჩენილია. დარწმუნებული ვარ, არც დარჩება. მე დიმაქვს, რომ მობრძანდებიან და იყიდიან ბილეთებს, ნახოთ. ან ჩემ გვერდზე შეუძლიათ შემოვიდნენ ჩემს Facebook-ზე და რამდენჯერმე მაქვს გამოქვეყნებული. მოკლედ, ვისაც სურს, გიპოვით. მიპოვის. თქვენ თუ შეიძლება გვიამბეთ 14 აპრილის საღამოს შესახებ, როგორ მოხდა, ვისი ინიციატივით იმართება, აი დარბაზი ვინ დაიქირავა, აი ყველაფერი გითხარით ამ საღამოს შესახებ და შემდეგ მაყურებელს მიცეთ საშუალება, რომ დაგირეკოთ და მოგილოცოთ პირდაპირ ეთერში დაბადების დღე. ყველაზე მთავარი დამნაშავე ეს საღამო რომ შედგება გახლავთ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. სხვათა შორის უცნაურია, მაგრამ 60 წლის თავი რო იყო ჩემი, შენი დანაშაული იყო მაშინ. კი, იმიტომ რომ შენ დაარეკე მაშინ თბილისის საკრებულოში ტალიაშვილი გვარი მახსოვს ძალიან კარგად. და მას ესაუბრე და იქიდან დაიწყო რომ მე მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღინიშნა მაშინ ჩემი მე უბრალოდ გავაგებინე. შენ გააგებინე, მე ესაა მთავარი ინფორმაციის მიწოდება. არა მარტო გააგებინე, არამედ შენ ბელას დაუკავშირდი, მიხვედი და უთხრა რომ ჩემი დაბადების დღეა. გამომიცხო მან რაღაც ფანტასტიკური ტორტი უზარმაზარი და შენ და ბელას მეუღლე
მომიტანეთ ჯიპით. იმხელა ტორტი იყო, რომელიც მე სხვათა შორის მე მივედი და ძალიან პატიოსთან დავტოვე თბილისის საკრებულოში პოლიციას დავტოვე, რომ ყველა ერთად მიირთვით მეთქი გაყურებულები მიყურებდნენ. რისოც მადლობას გიხდი და ისევ ჟურნალისტი დამეხმარა, ვახო ხუზმიაშვილი, რომელიც ძმასავით მიყვარს და ვახოს ვინც აწყენებს, ჩემთან ექნება საქმე. ანუ სრულიად ისე უბრალოდ საუბრობდით ტელეფონით და მითხრა რომ ეკა კვალიაშვილი ამზადებს ახალ სიმღერას ჩემს ლექსზე და ამ დროს და ეკას საღამოზე საუბრობდი და მე ვთხარი ისე მეთქი მეც საიუბილეო წელი მაქვს მეთქი და გაოცდა ძალიან კი მაგრამ ვინმე მიცისო მე ვთხარი არა ვინ იცის მეთქი რაზეა ლაპარაკიო ელვისი სწრაფით დაუკავშირდა დათო ოქიტაშვილს ოქიტაშვილი შეხვდა ამ ამბავს ძალიან დიდი სიხარულით და შემართებით და სასწრაფოდ შეიკრიბა ეს გუნდი რომელიც იმუშავებდა ამ საკითხზე დაუკავშირდა რა თქმა უნდა მერიას დაუკავშირდნენ კულტურის სამინისტროს და ახო მაგრამ მარტო ეს კიდე სხვა საქმეებიც მომიგوارა სხვათა შორის მე ამ ბოლო ხანებში სულ ავერსის კლინიკასთან მაქვს ურთიერთობა პრობლემები მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესანიშნავად გამოიყურებით და არაფერი ერთ-ერთი კვლევა რომელიც 900 ლარი ჯდებოდა ეს მინდა აუცილებლად თქვა და მადლობა გადაუხარდო ავერსის დამფუძნებელს ბატონ კურტანიძეს იმიტომ რომ აი ამ 900 ლარის გადახდის თავი მე არ მქონდა და მამა ივანემ გამახსენა მომწერა რომ თინათინ ძალიან კეთილშობილი ადამიანი არისო კურტანიძე ავერსის კლინიკის დამფუძნებელიო და გამახსენდა რომ წლების წინ ამ კაცმა მე გამომიგზავნა ერთი დიდი პარკი წამალი მრავალშვილიანი მამა არის დიახ და მამა ყოლია პოეტი რომელიც წერათა კავშირის წევრიც ყოფილა და აი საიდან მოსგავს ეთყობა პოეზიის მიმართ სიყვარული და ვახო გაიგო ესე იგი ხო მაგრამ მისვლა ხო გინდა იქამდე ხო ესეც ვახომ გაიგო ხუზმიაშვილმა როგორანაირად მეორე დღესო დამიკავშირდნენ მივედი განცხადება დავწერე და მეორე დღეს განცხადების დაწერიდან ის 900 ლარი მაშინ დაიდო ჩემს ანუ 14-ში რომ ჩავატარებ საღამოს შემდეგ მე უნდა ეს კვლევა გავაკეთო და შემდეგ ალბათ ოპერაცია დამჭირდება მაგრამ თავარი 14 გავიარო ეხლა და მე როგორც ვიცი ოპერაციას გამიკეთებს ძალიან კარგი ქირურგი კახა ქუნთელია მე ასე ვიცი რომ ძალიან მაგარია კახა ქუნთელია და ნახოთ ისიც ჩემი ლექსების მოყვარულია ექიმებმა მითხრეს ოპერაციის დროსაც უღიღინიაო ეკო და იტალიაში რო ვიყავით და საერთოდ როიალი მოატაინაო იქ და იქ იმღერა მარტოხელა მარტოსულო ქალბატონოს ღერისურმე არაჩვეულებრივ ხო და აი ესეთი ვითარება მაქვს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ვახოს ბატონ დათო ოქიტაშვილს მერიას და ყველას ვინც აი ხა ჩაერთო ამ საქმეში გიორგი კალანდიას და მთელ იმ ჟურნალისტებს უნდა ითქვას რომ მადლობა მინდა გადაუხადო აი იმ უცნაურ ხალხს თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში დაბორიალობენ და რატომ მაგეთ მომიწვევს მე საშინელი ბულინგი გესმით დამესხნენ თავს ოლეო ოლას რომეძახია ხო მომიწვევს ბულინგი ისეთი რომ გული გამისდა შუაღამი 3 საათზე გამოვაქვეყნე წერილი ძალიან ნორმალური კულტურული ეს ინტერნეტში ხდება ყველაფერი შუაღამი 3 საათზე გამოვაქვეყნე და უცბად იცით აი ჭილყვავები რო წარმოიდგინო 1000-ობით ადამიანი შემომესია მწყევლიდნენ, ლანძღავდნენ, მაგინებდნენ, მე თავი მეგონა სიზმარში ვერ მივხვდი. არაფერი გამოვაქვეყნე ზოგადად ჩემი აზრები იმ პროცესებზე რაც ხდება საქართველოში, ანუ ყოველთვის მე ხო ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, იმიტომ რასაც მე ვფიქრობ. ჩემი ანალიზი დაემთხვა პარლამენტს რო უშენდნენ პიროტეტი. მე ახლა აღარ მახსოვს იმ პარლამენტს უშენდნენ თუ არა იმ მომენტში, მაგრამ ზოგადად განვიხილე, აი ეს ყველაფერი ეს არარუსულ კანონს, ეს ყველაფერი ერთად. და ძალიან სერიოზული და საინტერესო წერილი გამოვაქვეყნე, მაგრამ ვიღაცას მოუვიდა თავში აზრად რომ გაძუყნეთ, ესე იგი უნდა გაევეძუყნე ამათ და დამესივნე. ეს იყო იცით როგორი კატეგორია, რომელმაც არ წერა იცის, არც კითხვა იცის, არ ზიარა რომ ვის ეჩხუბება, ვის ანძღავს და ვის წევრია. თან ერთობლივი შემოტევა იყო. ერთობლივი შემოტევა იყო დიდი სერიოზული და ვერ ვასწრებდი ვერც წაშლას ამ ვერც რეაგირებას. ну მე არ მოეყვება ძალიან ძიმე ღამე მქონდა მე ორი დღე და ღამე ისე არ მძინავს ხოლმე საერთოდ არ მძინებია იმიტომ რომ მყარაულობდი ჩემს ფეის გვერდს გესმით
და მათ შორის ძალიან ცუდი უხეში სიტყვებით მომმართა მიშა შუდაძე. მე ამ გვარებს ვერ მისი ყურადღებაც დაიმსახურე. აი ხო და მისი ყურადღება რომ დაიმსახურე ეს გვარი მომხდა მეთქი ეს ხო მეცნობა და გამახსენდა ეს ტელევიზია ფორმულა, სხვა შორის იქამდე ტელევიზია ფორმულაში მე ძალიან კაი გადაცემა იყო ჩემი და ია ფარულავასი. თქვენი ფორმულა. მე არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა ფორმულამ. ადრე რა 1-2 წლის წინ არაჩვეულებრივი და ძალიან მადლიერი ვარ მაგ გადაცემისთვის. და მომხდა ყურში. ნინო, რატომ არ შეიძლება მე ყველა ტელევიზიისთვის ღია ვიყავი ყოველთვის თუ მიმიწევდნენ გესმის და მე ძალიან კვანყოფილი ვარ იმ გადაცემის, იმიტომ რომ ის იყო ისეთი გადაცემა, რომელშიც პრაქტიკულად ყველაფერი ვთქვი, რაც კი მე მткиოდა და რაც და თან მაყურებელი ყავს ძალიან ეთყობა საკმაოდ დიდი. ხო და ეს მომხდა თვალში და მე ეს რომ მომხდა თვალში, ეს ავიღე და გამოვაქვეყნე ჩემივე გვერდზე. ამით დაინტერესდა მე. ეს ყურადღება ხომ შვილდაძე. დიახ, ამის შემდეგ ეს ჩემი წელი დაინტერესდა ეს ტელევიზია იმედი მიუძღვეს ამას პატარა ისე რა ქვია გადაცემაც ამ ჩემი წერილიც წაიკითხეს, შემდეგ მიმიწვიეს და ასე. ანუ მაი თხარეს კატებ არა თაგვემა და როგორ არის თაგმა თხარაო და კატა გამოთხარაო. კატა არა, მაგრამ კაი ლომი გამოთხარეს, გესმით თქვენ? ასე რომ ისე ზოგი ჭირი მარგებელია. მე საკმაოდ ესე შვიდა წყნარად, იცი შენ მე როგორ ცხოვრობ, ყველა თვალსაზრისით ხომ მართალია რა? და არასოდეს არავის არ ვაწუხებ, არავის კარზე არ ვაკაკუნებ, არსად არ მივდივარ და არ მყვირი, ასე ესა ვარ და ისა ვარ, მე უნებლიეთ ამოაწივტივეს ჩემი სახე. ასე რომ იყიყინეთ ზოგჯერ თქვენი ყიყინი საქმეს აკეთებს კარგ საქმეს. ისევ საღამოს შესახებ ვინ მიიღებს მონაწილეობას? ხო, აი ეს რაც შეეხება ვინ მიიღებს მონაწილეობას, მე თვითონ ავირჩიე ხმალიანლესოთ ქართველება რო ემღერა სერგი როსტომაშვილი ეს ბიჭი ვნახე მე cover show-ში ახალგაზრდა კაცია ძალიან საინტერესო ხმა აქვს და ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ხმალიანლესოთ ბევრი მღერის ყველა ვინ არ მღერის მაგრამ ძალიან მომეწონა და მინდოდა რომ ჩემს აღამოზეც გამოსულიყო თემურ თათარაშვილი იმღერებს აღმაშენებს იმიტომ რომ ეგ მაინც თემურის სიმღერაა კი ბევრი ვარიანტი არსებობს აღმაშენებლის მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თემურ თათარაშვილის არის გოგი მიმღერა დოლიძე არა გოგიმაც სიმღერა, არა, საერთოდ როგორ იყო? თავიდან იმღერა თათარაშვილი, დოლიძე, მერაბ სეფაშვილი, დარეჯან გურასაშვილი და ანსამბლი ჟურნალისტი. მაშინ ქართული ხმები არ ერქვა, ჟურნალისტი ერქვა. ეს იყო პრემიერა იყო ფილარმონიაში, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყება, დარბაზში ვიყავი. შემდეგ იმღერა თემურმა და შემდეგ იმღერა გოგიმ ცალკე. მაგრამ გოგის ცალკე ნამღერი მე არ მაქვს, იცით თქვენ, მე არ მაქვს ეს გოგის ცალკე ნამღერი. ჩვენ გვაქვს. მე და ილია ჩაჩიბაიას. აღმაშენებელს რომ ღერი. სადღაც ვიპოვეთ თუ არ ვცდებით ავტორს გამოვართვით სიმღერის ავტორს და გვაქვს. ხო, მე არა მაქვს მაგარი, მე არა მაქვს. და მე ვიცი რომ იყო ესეთი პროექტი საქართველოს იაპონიის გონი თუ არ ვცდები, გოგი სამი სიმღერა უნდა ჩაწერილიყო, მჟავია კომპოზიტორი, გოგი დოლიძე და მე. ანუ სამი სიმღერა, ეს იყო ხმალი ავლესოთ ქართველებო, აღმაშენებელი თბილისის მობრძანდება და მესამე ქართველების შეარიგე მერაბ გოგის ნამღერი ჩემი სიმღერა უნდა სამივეს მაგრამ ეთყობა გოგის გარდაცვალება მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია რომ მსგავსი დისკი გამოიცა ხო ეკა იმღერებს კვალიაშვილი ეკას ახალი სიმღერა აქვს ჩემი მაგრამ ინახავს თავისი საღამოსთვის გული მწყლება რომ ჩემს საღამოზე არ იმღერებს მაგრამ სამაგეროდ 35 წლის წინ მარიკო კვალიაშვილის მიერ შექმნილი რომანსი ძალიან ლამაზი რომანსი ბედის ვარსკვლავო იმღერებს ეკა ბედის ვარსკვლავო თქვენს ლექსი ორი ვარიანტი არსებობს ამ ბედის ვარსკვლავოსი და არის ეს არაჩვეულებრივი ეს არის მარიკოს ვარიანტი კვალიაშვილის და იმღერებს მანანა თოდაძე ასევე კურიოზი მაქვს ამ ამბავთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე არ მახსოვდა ტექსტი საერთოდ და მანანას ვკითხე ჯაჯაინის გადაცემაში რომ ხომ არ გახსოვთ 1-2 სიტყვა მეთქი ლექსი იმ სიმღერიდან და შინდისფერი სიტყვა რომ მითხრა ხო ჩემია მეთქი იმიტომ რომ ნუზარ თუშიშვილი დამადგა 1992 წელს
საერთოდ დევნილი რო ვიყავე საშენად, ისე თავს დამადგა და გინდა თუ არა ლექსი მინდა თოძაძესთვისო და თავი არ მქონდა არაფრის, მე თვითონაც არ მახსოვდა რა დაუწერე, იმიტომ რომ არის სიტუაცია, როცა ვერ მოიშორებ ადამიანს და თან ძალიან მიყვარდა, უარი ვერ უთხარი და 35 თუ 30 წლის შემდეგ მოვისმინე ახლა. მშვენიერთან დოღადემ რო სიმღერა იცის ეს ყველა მიცით. მარტოხელა მარტოსულო ქალბატონს იცით რომ ღერის რა ვიცი, მგონი მთელი საქართველო. მაგრამ მე ავირჩიე დები არიან ეს ნინო და ელისო ღვინეფაძეები, ესენი არიან არჩევლებრივი ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ჩემს საღამოზე მოდიან, აი ესე ლამაზად თავმდაბლად ზიან ესენი და კიდე ორი ბიჭი მათი უახლოესი ადამიანები და მიმღერიან რამდენიმე საათის მანძილზე. გესმით და მე ძალიან მინდოდა რომ აი დიდ სცენაზე გამოსულიყვნენ და მე ავირჩიე რომ მათ ემღერათ ჩემი მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო. კიდევ ვინ, ბოლოს ახლა მარტოს კონცერტი ხო არ იქნებოდა, არათორე უამრავია. არ ვიცი გავა თუ არა ეკრანზე თემურ ციკლაურის ნამღერი ჩემი მე შენ მიყვარხარ საქართველო, იმიტომ რომ თემურის გარდაცვალამდე ბოლო კლიპი იყო ზუსტად ჩემ სიმღერაზე შექმნილი მე შენ მიყვარხარ საქართველო. არ ვიცი ეს შეიძლება ეკრანზე გავიდეს. და ძალიან ბევრი ახლა ათეულობით სიმღერაა, სამწუხაროდ ვერავინ ვერ შეასრულებს ქართველები შეარიგე მერაბს, იმიტომ რომ დათო არჩვაძე ძალიან უნდოდა, მაგრამ დღემდე ვერ მოვისმინე მისი ეს ამღერებული ეს ლექსი, ასე რომ მოკლედ აი ეს სიმღერა ნუ ხა ეს ხო არა მარტო კონცერტი ჩემი საღამოა, ხო? ელდინო საღარაძე წაიკითხავს ჩემს ლექსებს, მაკა წაიკითხავს შალიკაშვილი, კარგი იქნებოდა კიდე მამაკაცი მსახიობი რო ყოფილიყო, მაგრამ კიდე ვიმეორებ, ჩემი ადგილი არ რჩება იქ. მიხდი დარბაზში უნდა იჭდე. მე დარბაზში არა, სცენაზე ვიქნები, მაგრამ აი ესე ამ ვითარებაში არა, ხო და პირველად ხდება ესე. ხო, მე ხო იცით, მიყვარს, მე თვითონ მიყვარს საღამო, მე თვითონ ვარ, იმიტომ რომ მე მიყვარს ცოცხალი როა ყველაფერი, მიყვარს დარბაზთან ურთიერთობა და ახლაც გიორგი კალანდიას წინას არ ვაფრთხილებ, რომ ეს არაცდება მას, რომ მე კალანდია გაუწყვეტ. გიორგი კალანდია იქნება წამყვანი და სცენარისატორი გიორგი და ტასო გუნია. ხო და არჩევლებრივი ქალბატონები ვინც დათო იმაში ჯგუფი ასე ვთქვათ, ვინც მუშაობდა აი ამ საკითხებზე. ხო, გამოვლენ სიტყვით. ვაფრთხილებო და რაზე აფრთხილებთ? კალანდიას ვაფრთხილებო. რო ჩავერევი მეთქი მე იქ, იმიტომ რომ სცენა რო ერთი წამით გაცივდეს ვერ გადავიტან. იმიტომ რომ არ შეიძლება ხო სიცოცხლით უნდა იყოს სავსე. მე მაქვს იმედი რომ სიყვარულის სიმფონიას მაინც წავიკითხე და ბოლოს ერთი ორ ლექსს. იქნება თამარ მეფის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეები გამოვლენ, მე მინდოდა ცეკვაც და მაგრამ სცენა ვერ დაიტო, ძალიან დიდი ანსამბლებია მაგრამ იმღერებენ ორ სიმღერას, მრავალჟამიერს და შავლეგოს. და იმედი მაქვს ჩემთვისაც დარჩება რაღაც დრო, რომ მეც წავიკითხო. ხო, ყველაფერი იქნება ალბათ ლამაზი, ალბათ მაჩვქებენ ყვავილებს და ვიქნები ბედნიერი. იმიტომ რომ რა ვქნათ, ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ჩაერია ჩემს საღამოზე, იმიტომ რომ მაშინ 60 წლის თავი გახსოვს ალბათ, ულამაზესი საღამო მქონდა, მაგრამ ორგანიზება ყველაფერი იყო ჩემი, ანუ ჩემ სიყვარულით მოვიდნენ მსახიობები და იცეკვეს. დარბაზი იყო სახელმწიფოს. დარბაზი იყო სახელმწიფოში, ანუ სახელმწიფომ ერთი ჯიბიდან ამოიღო ფული და მეორე ჯიბეში გადადოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უხდის მომღერლებს და ყველას მის მონაწილეობას იღებდა. მადლობა სახელმწიფოს და იმ სტრუქტურებს, კულტურის მერიას და ყველა იმ ადამიანს გიტაშოს დიდი მადლობა. დიახ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც 14 აპრილის საღამოს მომზადებაშია ჩართული, ჩემი როგორც ერთი რიგითი ქართველის მადლობა. ძალიან მიხარია. ესე იგი მე და მობრძანე და ის ბილეთები იყიდონ, იმიტომ რომ დღეს ჩემი ტელეფონი 1 სეკუნდი არ ჩერდება, ჩემი გვერდი და მთელი Facebook-ი მიაქვს ამ მოლოცვებს ერთი წამი ვარ არ ვიცი ვინ აღარა ვარ და მაგას მირჩევდი გადაიხადონ ის ორიოდი კაპიკი და მობრძანენ დარბაზში რომ უკან არ დამიტოვონ ადგილი. გესმით, ცარელი სიტყვები მე დიდი ხანია ჩემზე აღარ მუშაობს, იცი? დარწმუნებული ვარო თქვენი დარბაზი იქნება. მე მესე მინდა. გამორიცხულია
სხვანაირად. ესე იგი მე მაქვს გამომსვლელი ხო, კონსტანტინე გამსახურდია საფრანგეთში იქნება, მაგრამ დამპირდა რომ იმ საღამოს ის მობრძანდება, გამოვა ბატონი სოსოსიგუა, კრიტიკოსი, მაყვალა გონაშვილი მოვა და კიდე მოვლენ ადამიანები, მაგალითად რამაზ გახოკიძე ძალიან მიყვარს ეს აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე, ეს არის გენიოსი კაცი, რაღაც სიტყვით გამოვა თუ დაუკრავს? სიტყვით არა, რა უნდა დაუკრას ახლა. კი უნდა რომ დაიკრას, მეც კიდე გამიხარდებოდა რომ თან დაეკრა კიდეც, მაგრამ ეს ჩემი საღამოა და ხო ხდები ამის დრო არ არის იმ დაკვრას, ერთი ჩემი ლექსი მირჩევნია რომ მოვახერხო და წავიკითხო, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, აი ეს ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები მოვლენ, ხო? რაღაც სიურპრიზების მგონი მელოდება თუ არ ვცდები. ხო, ყველაფერს ალბათ არ იტყო, არ ხო, ნუ აყო შემთხვევაში რაღაც ჩიტმა რაღაც ამბავი მომიტანა და რა ვიცი. მე მზად მაქვს სერგი როსტომაშვილის ვიდეოები მოვამზადეთ. ხმალი ავლესოთ, ქართველების შეარიგე მერაბ მაგდალენა მეტრეველის მომზადებული, ტექნიკურად გამართული ვიდეო, ესე იგი მარტო ხელა მარტო სულო ქალბატონო, რომელსაც ქართული ხმები ასრულებენ. და კიდევ მაქვს თქვენი წაკითხული ეპიტაფია ქუთათელ გაენათელ მნიშვნელოვანია გაბრიელზე და ეს ისტორია ძალიან მინდა რომ მოვახერხო და მოვყვე ხო? დიახ და მაქვს დღევანდელი სიუჟეტი ყოველი შემთხვევისთვის, რომელიც გავიდა იმედის დღეში. შესანიშნავი სიუჟეტი მე შემთხვევით არ ვიცოდი. უბრალოდ ჩართული მქონდა და უყურე და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი გვყავს ერთგული ამდენი წელი გვიყურებს, მაგრამ იმედი მაინც ჩემთვის ფილარმონია ტელევიზია. უფრო დიდი შესაძლებლობებით მთელი საქართველო უყურებს და ძალიან გამიხარდა, რომ სიუჟეტი მოამზადეს და აი ამ ჩამონათვალიდან რომელს აირჩევთ დღეს თქვენი დაბადების დღე და ყველაფერს გეკითხები, მაგრამ რომელი ვაჩვენოთ? ნახოთ, მაგრამ ის ძალიან მინდა ჩემ ნათლობასთან დაკავშირებით მოვიხსენიო ეს მეუფე გაბრიელ ჩაჩანიძე როგორ მოინათლეთ, ვინ მოგნათლათ? ხო, ვინ მომნათლა? მაშინ და სიუჟეტი ან სიმღერა მე ვაჩვენე. ნუ ხო, ეს სიმღერები ისედაც იცის ბევრი ხალხმა. მაგრამ ალამაზებს არის. კი, ალამაზებს, მაგრამ მოკლედ მოვყვები რა ამ ამბავს. 7 აპრილს მე დავიბადე საერთოდ ქუთაისში, მამაჩემი ალექსანდრე მღვდლიაშვილი გახდა სამხედრო, იქ იდგა ქართული დივიზია, რომელიც მე ხრუშოვმა დაშალა, დემობილიზაცია მოხდა და ეს სამხედროები დაიშალდნენ, ნაწილი სამხედროში დაიშალა, ნაწილმა თავი დაანება, მათ შორის მამამაც თავი დაანება, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, ჩვენ ცხოვრობდით პეტრე-პავლეს ეკლესიასთან ძალიან ახლოს და ამავე ეზოში ცხოვრობდა გაენათელ ქუთათელი მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე, რომელიც ადრე გახდათ უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ ჩვენიერ დღეს შარვალ კოსტუმი გაიხადა და ჩაიცვა ანაფორა. ეს იყო შოკი მაშინდელი კულტურული საზოგადოებისთვის და ელიტისთვის, რომ ეს კაცი, ეს უაღრესად განათლებული კაცი, მეცნიერი კაცი უცბად იცმევს ანაფორას, გესმით, რომელი წლებია თან. და მამაჩემი არჩევლება მღეროდა, არამედ მღეროდა, არამედ დიდებულად იცოდა საერთოდ ქართული ხალხური სიმღერების ისტორია და ეს მეუფის ფოტოა ეკრანზე. მეუფე, აი ჩემი მეუფე გახდათ ცოდნე, ასევე და დიდი საგალობლების დიდი მოყვარული და მოკლედ ძალიან დამეგობრდნენ ეს ახალგაზრდა სამხედრო მამაჩემი და მეუფე და ისინი ძალიან უფრთხილდებოდნენ თავიანთ მეგობრობას და სისტემას რო არ შეემჩნია და თვალში არ მოხვედრდა მათი მეგობრობა, თურმე მოლაპარაკებულები იყვნენ და ერთმანეთს ანიშნებდნენ, ვინ პირველი გავიდა ეზო და ვინ მეორე, რომ ერთად არ გასულიყვნენ. კი, და მე ვიყავი აკვანში, პატარა და მეუფემ დიდი ნათლობა ჩამოაწყო ჩემი პეტრე-პავლეს ეკლესიაში და ემბაში ჩამოწვნა გაბრიელ ჩაჩანიძემ, აი ამ დიდებულმა მეუფემ, რომელიც ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ძალიან მალე ჩვენ რომ წამოვედით თბილისში, ანუ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მეუფე ძალიან ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს, დედაჩემი კარგი დიასახლისი გემრიელ სუფრას გააწყობდა და ისხდნენ თურმე საათობით საუბრობდნენ საქართველოზე, ლიტერატურაზე, ქართულ საგალობლებზე და ასე შემდეგ, მღეროდნენ, ღიღინებდნენ თურმე ერთად. არაჩვეულებრივი ადამიანი, დედაჩემმა შემომინახა ეს მისი სახე, ასე ვთქვათ, რომ ცოდოდა ვინ იყო ეს ადამიანი. რაც შეეხება ნათლობას
პეტრ პავლეს ეკლესია ისე ძალიან ცნობილი ეკლესია. მე სამ ეკლესიაში მოვინახე. გაიხარე ხო ხედავ რა. და მე აღმოვაჩინე რომ თვითონ ეს მეუფეც ხო ძალიან საინტერესო ცხოვრება ქონდა მას და ერთხელ გონი არ vicი მახსოვს გითხარი თუ არა რომ მისი ლოცვით წვიმა მოვიდა გვალვით შეწუხებულ იმერეთში და შიმშილობდა ხალხი ხოცებოდა და მეუფე უთხრა მობძაინთო და შევიკრიბოთ ვილოცოთო და მოვაწვიმაო და დადგენ და დაიწყეს ლოცვა ძალიან ბევრი ხალხი ხო იცი ადამიანი როცა უჭირს და შია და წყურია და ავადარი მაშინ მიდის ღმერთთან და მაშინ ახსენდება ღმერთი ხო და რო დაიწყეს ეს ლოცვა ერთობლივი წამოვიდა ეს წყაპატყუპით პაწვიმა რომელიც გადაიზარდა დიდ უზარმაზარ კოკისპირულ წვიმაში და კიდევ უფრო დიდ წვიმაში რომ ადიდდა რიონი და წაიღო ჩეკას შენობა ხო და მეუფეს ძალიან ბევრი მტრები ყავდა მიუხედავად ამისა რომ და ეს ქალაქ ომის უფროსი ყოფილა ვინმე ნარსია რომელიც იყო გადაკიდებული მეუფეზე შანტაჟებს უწყობდნენ რა ვიცი ამ მოწამლაც ქონდა ეს ერთხელ მოწამლეს კიდეთ და მეუფე მაინც მოახერხა და დავით და კონსტანტინე მხეიძების წმინდა ძვლები შეაბრძანა მაინც მოწამეთა ეკლესიაში და იქ პატარა აღდგენითი სამშუშავებით ჩაატარა ბევრი ღვაწლი აქვს იცით ხო და მოკლედ ჩამოვიდნენ ისინი თბილისში და დიდი განცხადებებით ამ რა ვიცი რა კგბ თუ რაც ერქვა როგორ კაცო დაანგრია კაცმა ესე იგი ქვეყანა ჩეკას შენობა წყამბაც აიღო და თურმე აი ესეო ხალხი შეკრიბაო რაღაცებიო თქვენსო იქაო რაღაც ლოცვებიო თუ რაღაცაო და ადიდდაო მდინარეო და ჩვენი შენობა დაანგრიაო და აიტყობა ელოდებოდნენ რომ დაიჯებოდა მეუფე და თვითონ დიდ ჩინვენდრები მოემატებოდათ რომ აი რა მაგრები არიან და აქ დაახიეს თურმე თავზე თბილისში ის ქაღალდები თქვენ გიჟები ხო არა ხათო ეს რომ თქვათო გამოდის რომ ღმერთი არსებობს თუ რა იგენას რომ ჩავარდათ ყოვზინაცაში თუმცა მიუხედავად ამისა მეუფეს ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა იგი არ იყო ხნიერი საშუალო ასაკში იყო მოკლედ და გარდაიცვალა ძალიან საეჭვო ვითარებაში სავარაუდოდ ის იყო მოწამლული მაგრამ მერე როდესაც მეუფეზე მის საგვარეულომ გააკეთა ფილმი და უშიშროების არქივებიდან ამოიღეს მასალა დამირეკეს მე იმ ფილმის პრეზენტაციას დავესწარი იქ იყო მამაჩემის სურათი დედაჩემის სურათიც კი არის იმ ფილმში იმიტომ რომ დედა იყო ძალიან დედაშვილივით ედგა ხარში თქვენ თუ დამეხმარებით ოჯახის პოვნაში ან რეჟისორის ამ ფილმს ჩემ გადაცემაში ვაჩვენე აუცილებლად ვიპოვნი იმ ჩაჩანიძე ანდრია ჩაჩანიძეს იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ აღმოჩნდა აი ამ საიდუმლო თუ რაღაც არქივებში რომ თურმე მამაჩემს ქონია სამკაციანი ჯგუფები შექმნილი მეუფეს დასაცავად ანუ თურმე ესენი დაყვებოდნენ და იცავდნენ შორიდან მეუფეს რომ რაიმე უბედურება არ დაბართოდა და მე ესე იგი ისეთი ბედნიერი ეს ახლა გაიგეთ უშუალოდ მე რამდენიმე წლის წინ გავიგე ეს როდესაც დამირეკეს ეს ამბავი დღევანდელი არ არის წლების წინანდელი ამბავია შემდეგ როდესაც ქუთაისში მქონდა საღამო აი თქვენ რო ჩანაწერი გაქვთ სწორედ მაშინ ან ქუთაისელებს მოუყევი ეს ისტორია და წავიკითხე ეს ლექსი მისი ეპიტაფია ხო მაქვს მიცვლილი წლების წინ და აი ესე მიყვარს ძალიან დაკრძალული არის სიონის ტაძრის ეზოში მას სიცოცხლეშივე სულ პატრიარქს წერდა რომ დამაბრუნეთო რა უნდა ძალიან სიონში მაგრამ ცოცხლად არ აღიხსნა მაგრამ დაკრძალული არის სიონის ეზოში 56 წელს 55 წელს დავიბადე სულ თვეები გესმით როგორი სისტრაფით მოხდა ყველაფერი ჩვენ წამოვედით მას იგი დარჩა დაუცველი ასე გამოდის მიხვდი და ძალიან საეჭვო ვითარებაში სხვათა შორის მეუფე იყო ერთ-ერთი კანდიდატი თურმე პატრიარქობის და მისი მეგობარი იყო ეფრემ მეორე და ისე მოხდა რომ მეუფე გარდაიცვალა და ეფრემ მეორე გახდა პატრიარქი მე კი ანუ რაიმე მინიშნებას კი არ ვაკეთებ არა უბრალოდ თვითონ ეს სურვილები არ ქონდა მაგრამ ამბავი მოხონდა თურმე პატრიარქთან რომ ვითომ ის ეცილებოდა ნუ ხო ხვდებით ინტრიგა როგორც ყობს ერში ისე ბერში ყველგან ხო და ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი და მე ვიცი რომ ის სული ყოველთვის შემგვერდზე დგას და ამიტომ არაერთ ლექსში მყავს მოხსენიებული და ეპიტაფიაც მაქვს მიძღვნილი იმიტომ რომ ღვაწლში
არის ჩემს მიმართ და მეხმარება ძალიან და ეს მინდოდა მომეყოლა. ხო, თავარი დამავისდა. დიაკონი ვიმყავდა. დიაკონი იყო ნათლობაზე მელიტონ ბალანჩივაძის შვილი პირველი ქორწინებიდან. ჩვენ მისი ფოტოც გვაქვს და ხო, აპოლონ ბალანჩივაძე. ეს აპოლონ ბალანჩივაძე მე უბრალოდ მოდი გულწრფელად ვიტყვი, მეტრაბახებოდა რომ მელიტონ ბალანჩივაძის შვილი მიმღერდა და მიგალობდა. და აღმოჩნდა რეპრესირებული ნაციხარი ხო ხვდები ესე იგი რომ ყველა მოაზროვნე ადამიანები ვარდებოდნენ აი ესეთ ვითარებაში და ეს ადამიანის მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი აპოლონ ბალანჩივაძეც ურთულესი ბიოგრაფია აქვს მას აბა სად არის მისი ფოტო გამოჩნდება აპოლონ ბალანჩივაძის ასევე არანაკლები ძიმე ცხოვრება და რეპრესირებული ყოფილა მღვდელი ნიკოლოზი და იქვე სადღაც დაფაჩუნებდა ცხეთელი გაბრიელი როგორ ურგებაცაკი იმიტომ რომ ჩემ მეუფეს აი გამოჩნდა აი ეს არის აი და აქ არის ის დოკუმენტებია ეს პატარ-პატარ დოკუმენტები მისი რეპრესიის და მცხეთელი გაბრიელი რაც შეეხება მცხეთელ გაბრიელს სწორედ მეუფეს ხელდასხმით იყო პეტრე-პავლეს ეკლესიაში იქ იყო გესმის ხო და ხონდათ ხანდახან იძახდა მომაშორეთ ეს ადამიანი იმიტომ რომ ეს მომავალი სალოსი ხო წარმოგიდგენია ძალიან ხასიათები და განწყობილებები და პატრიარქმა ერთხელ გამოშვებული დააბრუნა უკან ანუ იმის თქმა მინდა რომ მე დისიდენტებმა მომნათლეს გესმის და აი რამე პუტუნენ იქ აღმერთმა მარტო მათიციან ხო და უფალმა იცის რომ რა დამანათლეს ალბათ სამშობლოს სიყვარული ალბათ უნებლიეთ მძიმე ცხოვრება იმიტომ რომ არც ერთი ვინ ჩემს ნათლობას ესწრებოდა ჩვეულებრივი სიცოცხლით არც ერთ არ უცხოვრია და არც სიცოცხლე დაუმთავრებია ჩვეულებრივად გესმით აი ესეთი უცნაური ნათლობა მქონდა მოდით ვაჩვენოთ ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე გაბრიელ ჩაჩანიძის ეპიტაფია ქალბატონი თინათინი კითხულობს თავად ავტორი ჰოი ღმერთო ვინ შეგწუდება ნათლისა და მადლის მცემელს სიბრძნეს ყოვლად შეუცნობს და ზღუდეს ყოვლად დაუძლებელს მეც უფალო განვერიდე წუთისოფლის მტვერს და ნაცარს ხან ზედაშეს დავეწაფე ხან ფიალას შხამით ნაზავს ბნელს 1000 გზის ავერიდე იქით ცხუმს და აქეთ მცხეთას მორჩილების ტვირთი ვზიდე ალავერც და მოწამეთას მგელს ცხოვარი გამოვგლიჯე მხეიძენი ცეცხლს და რიონს გული მამუს მივაბარე სული შენ და ძვლები სიონს ეხლა დავბრუნდით ეთერში და გავაგრძელოთ გადაცემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ დღეს არაჩვეულებრივი სიუჟეტი გავავიდა იმედის დღეში 15 წუთიანი და დღეს ქალბატონი თინათინის დაბადების დღეა, საიუბილეო თარიღია და კიდევ ერთხელ გავახსენოთ 14 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში იქნება ჩემი 8 საათზე საიუბილეო საღამო 8 საათზე. და რომ შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ ინტერნეტით. ყველა მიცის როგორ ბილეთები G. დიახ. და რადგან თინათინის დაბადების დღეა, დღევანდელი გადაცემა მინდოდა ყოფილიყო ისეთი, როგორც მას მოუნდებოდა და მე ნაკლებად ჩავერიე და ამიტომ ახლა მინდა ვაჩვენო დღეს ქეთუნა ბუდაღაშვილის მომზადებული სიუჟეტი ვრცელი 15 წუთიანი, რომელიც იმედის ეთერში გავიდა, შემდეგ დავბრუნდებით და დაგემშვიდობებით, ზარებს ვეღარ ვასწრებთ სამწუხაროდ. დიდი მადლობა ნინო.
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს ვისაუბრებთ თინათინ მღვდლიაშვილის, პოეტის, მხატვრის, პროზაიკოსის ხატების შემამკობლის შესახებ, როგორც გიორგი აღნიშნა დღეს 7 აპრილს მისი დაბადების დღეა და სხვადასხვა ამბობს, რომ ამ დღეს მის ცხოვრებაში ყოველთვის უცნაური და ძალიან საინტერესო ამბები ხდება ხოლმე. მე ვუსურვებ, რომ ყოველთვის რაღაც საუკეთესოს დასაწყისი ყოფილიყოს მისთვის 7 აპრილი. ახლა ეკრანზე დაინახავთ მის ნამუშევრებს. საოცარი ფერებია თინათინ მღვდლიაშვილის ნახატებში და თავად აღნიშნავს, რომ ხატვა არავისგან უსწავლია, არც ფერები, არც გარკვეული ხრიკები, ეს არის მთლიანად მისი სულის გამოძახილი, ასე ვიტყოდი. დღეს ჩვენს რეპორტაჟში მრავალმხრივ ნიჭიერი ქალის მძიმე ცხოვრების შესახებ გიამბობთ, ვის ლექსებსაც მთელი საქართველო შეიყვარებს, შემდეგ ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს, ხმალი ავლესოთ ქართველებო, რომელიც დასაწყისშიც მოვისმინეთ, ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი აღმაშენებელი თბილის მობრძანდება. ეს ლექსი, როგორც თავად აღნიშნავს, უკავშირდება მის პოეტად დაბადებას, როდესაც ამ ლექსს პირველად წაიკითხავს ზვიად გამსახურდია იტყვის დაიმახსოვრეთ ეს გოგონა თინათინ მღვდლიაშვილი. ის არის პოეტი, რომელსაც პატრიოტიზმისთვის წმინდა ნინოს ჯვრით დააჯილდოვებენ, მიენიჭება მისთვის განსაკუთრებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრემია, გახდება ილია მართლის სახელობის პრემიის, გალაქტიონის პრემიის მფლობელი, მისი ლექსი ვაინახები ითარგმნება ლონდონში, სწორედ ამ ლექსით შევა პოეტი აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის თანამედროვე პოეზიის ანთროლოგიაში. თინათინის მიერ შექმნილი ლექსების ციკლი კი ლურჯი იების ვატერლოო დაიბეჭდება საფრანგეთში, პარიზში. ლექსებს მოითხოვს ნაპოლეონ ბონაპარტის და ჟოზეფინა დე ბუარნეს მუზეუმი. შექმნის ასევე ჯორჯ გორდონ ბაირონზე შეყვარებული ქალების პოეზიას, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ამ მსოფლიო პოეზიის ისტორიაში. ემოციურად ძალიან მძიმე იყო რეპორტაჟზე მუშაობა. თინათინ მღვდლიაშვილს ურთულესი ცხოვრება ვიტყოდი, ეკლიანი გზა აქვს გამოვლილი, რაც სამწუხაროდ მის ჯანმრთელობასაც დააზიანებს და მომიტინგე ზვიად გამსახურდიას ერთგულებისთვის ის დაისჯება, სამაგალითოდ დაისჯება, დასახვრეტი ადამიანების ის შვიდეულში მოხვდება, როგორც სამშობლოს მოღალატე, უსაშველო ტკივილი, სევდიანი ლაბირინთები, პოლიტპატიმრობის სისხლიანი დღეები, გროზნოს აპოთეოზი, შინდისფერი დროშების ზღვა. ასე აღწერს ის მისი ცხოვრების გარკვეულ და ალბათ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. და აქვე გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ფოტოს, რომელიც ეკუთვნის ირაკლი გედენიძეს, თინათინ მღვდლიაშვილი გროზნოში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის საპატიო ყარაულში, ქალი, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ვერ გატეხეს, რომელმაც არასდროს უღალატა, რომელსაც საკან ნომერ 7-ში და ციხის კედლებში მოსაყოლადაც კი რომ ძალიან რთულია ისეთი ამბები გადახდება. ეს ფოტო კი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, გადაღებულია მთაწმინდაზე, ახლა შესვენებული მერაბ კოსტავას საფლავთან და როგორც თავად პოეტი წერს, ფოტოზე ხედავთ თავად თინათინ მღვდლიაშვილს და მერაბ კოსტავას დედას, ოლღა დემურია კოსტავას, რომელსაც პოეტი საოცარ სიტყვებს მიუძღვნის, ხელაღმართული გადმომდგარა პატარა ქალი, მერაბის ნაცვლად გვეფიცება მერაბის დედა. პოეტი, რომელიც ქართულ პოეზიაში დამკვიდრდება როგორც სამშობლოსთვის თავგანწირული და რომელსაც 14 აპრილს 20 საათზე 70 წლის საიუბილეო საღამო ექნება მარჯანიშვილის თეატრში, მე გავიარე გზა ეკლიანი. სცენარის ავტორი და წამყვანი ვინ თუ არა გიორგი კალვანდია. ახლა ჩვენს რეპორტაჟს ნახავთ ეთერში, მე კი ისევ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსით დავასრულებ სიტყვას, მოდი გამიმხილე სადარდელი, ასაკს ჩვენი ჭირით წაუღია, შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები, ომი უამრავი მომიგია. ეს ჩემი გზა, ჩემი. ამ გზაზე მე ბევრი სიმწარე ვნახე, მაგრამ 100,000-ზე მეტი სიყვარული, ურთიერთობები, ყვავილები, ტკივილიც, ღალატი ვნახე, თვალავი, ზურგში მახვილის ჩაცემა, შურიც. როგორ არ გაგიჟდი, აი ხშირად მეკითხებიან. მე ავირჩე გზა ეკლიანი. შემოვიხვია ლექსის მანდია. მე საქართველოს გავუმიჯნორდი და შევთავაზე რაც მაბადია. ლექსის ავტორი საქართველოზე გამიჯნურებული ქართველი ქალია. ძლიერი, მებრძოლი, სწორედ ის ქალი ქართულ პოეზიაში რომ დამკვიდრდა როგორც
თავგანწირული, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტი. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე გავლილი შემოქმედებითი გზით. თინათინ მღვდლიაშვილი. მე ერთის შემდეგ მიცავდა პოეზია. მე როდესაც პატრიარქს ვესაუბრე ამ თემაზე, კითხა რამ გადაგარჩინათო და მერთმა მეთქი ვინ გადაგარჩენს ესე დროს უფლის გარდა, ხო? ჩვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეს რა. აი გეშინოდეს მაშინ როდესაც ხარ უღმერთო. შემოსაყვარელო ხალხო. იმის მიუხედავად, რომ პოეტი ზვიად გამსახურდიას ერთგულებისთვის სამაგალითოდ დაისჯება, რომ ერთხელაც საკან ნომერ 7-ში აღმოჩნდება და დასახვრეტი ადამიანების სიის პირველ შვიდეულში მოხვედრილს ერთადერთი ოცნება ექნება. სახლში ბოლოჯერ 5 წუთით მისვლა და ნახატებთან გამომშვიდობება. დღეს მაინც ღიმილით გვიამბობს ისტორიას, ნანახს და გადატანილს, ძიმეს და სულის შემთვრელს. და ეს ღიმილი თქვენს ალბათ ჩემსავით გაფიქრებინებთ, რომ მასში იმდენია სიყვარული და იმხელაა ამ სიყვარულის ძალა, ტანჯვამ, წამებამ და დამცირებამ, მისი შინაგანი სამყარო ვერაფრით რომ ამოატრიალა. სამი დაბადება მაქვს. პირველი დაბადება ეს არის, რა თქმა უნდა, ხორციელი დაბადება. მეორე დაბადებად ვთვლი ჩემს ნათლობას. მესამე დაბადებად მე ვთვლი 1999 წლის 25 თებერვალს, როდესაც წავიკითხე ჩემი მაშინ ძალიან პოპულარული ლექსი აღმაშენებელი თბილის მობრძანდება, შემდეგ ის სიმღერად იქცა. და ძალიან დიდი სიყვარული მოიპოვა 90-იან წლებში. ეს იქნება თინათინ მღვდლიაშვილის როგორც პოეტის დაბადება. ამ ლექსს კიდევ ერთხელ, უკვე დიდი გამარჯვების დღეს 1991 წლის 9 აპრილს წაიკითხავს. სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშლება. რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს მერტი. თუმცა პოეტი და შემდეგ უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტი პირველად ერთმანეთს გაცილებით ადრე შეხვდებიან. ჩვენ არ ქონდა უფლება ეკლესიაში შესვლის და დაგვაპატიმრეს ქაშეთის ეზოში. ეს იყო უშროება. მე ვფიქრობ, რომ ეს დირექტორის კაბინეტი იყო, სადაც ქონდათ უკვე ეს უნდა შეეყვანეთ, კარგად დაემუშავებინათ ახალგაზრდა. ყველაზე მეტად მე ავღელდი მაშინ, როცა ფოტოები გადამიხეს გესმით და ხელში რაც მომხდებოდა, ყველაფერს ვესწორდი. ზუსტად გამსახურებული შემოხსნა კარები და სულ ვამბობ, რომ მითხრა დამშვიდდი, ეს სიტყვა მითხრა, თუ არ მითხრა და მისგან აი ეს და არ ვიცი რატომღაც აი ჩემ გულში ჩარჩა ეს აი დამშვიდდი. ეს გამსახურდია რაღაც ახლა მე შემოვაბრძანებ თუ აქ მე დავკითხავ თუ ესენი გესმით რაღაც ესეთი ტექსტები იყო და ბატონ ზვიადმა მე დამიმახსოვრა სამუდამოდ. ანუ 90-იან წლებში რომ გამოვშდი მაშინვე მიცნო გესმით თქვენ და არა მარტო მიცნო, არამედ ჩემ მიმართ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ ყოველთვის ქონდა აი როგორ გითხრათ აი ისეთი შეგრძნება აი რო ჯერა ადამიანის 9 აპრილის ღამეს გადაურჩება. იქამდე ეცდება, რომ მიკროფონთან მივიდეს. ეცდება ქართველებისთვის კიდევ ერთხელ წაიკითხოს ლექსი. არ გამოუვა. მერე დაწერს კიდეც, რომ ის ადგილი ასეთი მასშტაბური, ასეთი დიდი, მას შემდეგ აღარასდროს ყოფილა. აი ხო რომ ვიხსენებ იმ კადრს, ხო? უსაშველოდ დიდი იყო ყველაფერი. მე ვიფიქრე, რომ მე მგონი ჯობია წავიდე იქით მიკროფონის მხარეს რა. და დავიწყე მოშიმშილებზე გადასვლა მივხვდი თქვენ და სადღაც ჩანაწერებში მიწერია პირველმა მე გადაუვარე მეთქი არ და ნეტა ჩემს გარდა არავის არ გადაევლო მათთვის მეთქი რა ლექსი ის ლექსიო შენ იცი რა შეიძლება რა მოხდესო და რაღაც ამ დაგვარები და არა ვთქვი რომ რა ლექსის ავტორი ვიყავ მე რომ მეთქვა მე აუცილებლად მომცემდნენ უფლებას რომ ლექსი წამეკითხა იმ ღამეს დაამშვენებდა მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მე ცოცხალი არ დავრჩებოდი რად დავიბადე იასამანო ან რა დავისხი ცრემლი მძივება 9 აპრილის სისასტიკეს გადარჩენილი პოეტი ბევრ ისეთ სიტყვას, ფრაზას, წინადადებას შეასხამს ფრთებს, მერე ეს ლექსები თავადვე რომ აქცევს რითმების დედოფლად. პატრიოტიზმისთვის დაჯილდოებული პოეტის სიტყვები ორი ძმის დარდის შესახებ ალბათ საუკეთესოდ აღწერს გამსახურდიას და კოსტავას ლიდერების ეპოქას.
მარადისობის მზიანათებს საეჭვო ნაპირს უთანასწორო ელოდება დრაინდებს ომი. ავაზაკები რომ გეგმავენ სისხლიან ნადიმს, არა უწყიან, როგორც ადრე, მიდიან ორნი. იმ სისხლის ღრის ფასად, მაგრამ საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და რაღაც პერიოდი აი მეც აი იმ დიდ გამარჯვებაში ესე ვთქვათ ვანაობდი იმ შინდისფერ მზეში. კარგი იყო. მერე იქნება დახვრეტილი მიტინგები, დახვრეტილი ადამიანები, გადამწვარი თბილისი და ხალხი როგორც ზღვა, პოეტის წიგნები სისხლის წვიმაში გამოცემული, სიკვდილს გადარჩენილი, თუმცა სამშობლოს მოღალადად შერაცხული. სახლიდან ამიყვანეს, ჯერ მოვხდი უშროების სამმართველოში. მერე იქ იყო ჩემი დამუშავება, ასე ვთქვათ, მაგრამ წამიყვანეს და ჩამკეტეს ჩუღურეთის რაიონის პოლიციის წინასწარ დაკავების საკანში. მე ხმართან უკვე გაშორებული ვიყავი, პოლიტიკურად ის ჩემო წინააღმდეგი გახდა პუჩისტი. ხო და ამომყავი თავი სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახში, ანუ ჩემი თავი გადასცეს მხედრიონს, რაც იყო ყველაზე სახიფათო უკვე რა. ჯურღმული იყო ეს, ჯურღმული. საკანი ნომერი 7 სწორედ ამ ამბის დასაწყისია. შემზარავი დღეების დასაწყისი. ფიზიკური ძალადობა, ღირსების შემლახავი მოპყრობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დასახვრეტი ადამიანების სის შვიდეულში მოხვედრა და წამების მეთოდი. თბილისის უკანასკნელად დათვალიერება. გვიან ღამე გამომიყვანეს საგნიდან და ჩამსვა მანქანაში ერთი იყო მარტო. ამაღამ უკანასკნელად დაათვალიერებ თბილისო მითხრა. ანუ უნდა მომკლას. და მე ყველაფერი მახსოვს, აი ძალიან კარგად. აი თკვრის სანაპიროზე როგორ მივდიოდით, მე სადაც მიმიყვანა, მაგიდაზე დამიდო იარაღი და გავიდა. და იარაღი დევს, როგორია? არა და უნდა მომკლას, ხო დამპირდა უნდა მოგკლაო. მე მოგვიანებით უკვე მანქანაში მითხრა, იარაღი რატო არ მესროლევდა? იარაღში ტყვიები იყო მეთქი, ვკითხე. ალბათ არ იყო, ხო? არც მიფიქრია, უბრალოდ იარაღი მედო წინ და ვუყურებდი. მორჩილად ვიქცეოდი, იცით? შეიძლება ეს არის თვითგარდარჩენის რაღაც ინსტინქტი. იქ რაღაც უსიამოვნო დეტალები იყო და საკმაოდ სველი ვიყავი, წურწურით გამდიოდა თმიდან წყალი, რომ მიმიყვანა და არ დაგავიწყოთ ოქტომბერია და ეს სველი იმ ბიჭმა გვარდიელმა მომკიდა ხელი და ჩამიყვანეს ქვემოთ. ეს ძალიან ცუდი საშინელება დავემართა. ქარიშხალია ჩემი იდუმალი სიმბოლოა იტყვის. თავისუფალი საქართველოს შინდისფერი მზის შვილი. პოეზიასაც ქარიშხლის შვილს რომ უწოდებს, ბობოქარს და დაუმარცხებელს. მერე მაინც ამაყად რომ დატოვებს ციხის კედლებს, არასდროს და არავის რომ უღალატებს. ჩემი მეუღლე კი იყო, ჩვენ დაშორებული ვიყავით უკვე და შეატყობინეს მაგას, რომ მე ვიყავი დაპატიმრებული და გაგიჟებული, მოარდა თუმე ჩამოვიდა ქვემოთ. ეს იყო ძალიან ისეთი ემოციური მომენტი, როდესაც ჯურღმულიდან ამოვიდა დავინახე. მეორე დღეს სამხედრო პოლიციის დახმარებით, როგორც გავიგე მერე, გამომიყვანეს. მარატო ხელა მარატო სულო დედოფალო გაიშალე ოქროსფერითამე ის მარტოხელა, მარტოსული ქალბატონი, რომელიც მთელ საქართველოს შეუყვარდება, თავად თინათინ მღვდლიაშვილია, ამავე ლექსის ავტორი. მებრძოლი უშიშარი დაუმორჩილებელი პირდაპირი და მართალი. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქალი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის საპატიო ყარაულში დადგება. გროზნო 1994 წლის თებერვალი. როცა გაიცნობთ წარსულის შემზარავი ამბები თითქოს ნელ-ნელა ჩამოიშლება, გათავისუფლდება. თავად არის ასეთი, ლაღი და თავისუფალი. ალბათ ამიტომაც დარჩება მისი შინაგანი სამყარო, მისი ნახატებივით, ყველა ფერით შეღებილი. ვინც იფიქრებს და დაწერს, რომ ოკეანეშიც, მთვარეზეც, მიწაზეც, ზეცაშიც ქართველად დარჩება ქართველი.
ესეთი შესანიშნავი ქალბატონი თინა თირსეული ნამდვილად ღირსეული ისე გავიმეორებ რომ ჩვენი თაობისათვის მისაბაძე ადამიანი და მე ორმაგად მიხარია ის რომ ქალბატონი თინათინი სათანადო დაფასება ხდება ცოტა დააგვიანა ქართველობა მაგრამ ვფიქრობ რომ ახლა კიდევ უფრო მეტად და ორმაგად და სამმაგად დააფასებს ამ ბრწყინვალე ადამიანს მთელი იმედის სახელით გილოცავთ ქალბატონო თინათინ გიმსურებთ ჯანის სიმთელეს და თქვენთვის საოცნებო საქართველოს კეთილდღეობას რომელიც ვიცი რომ ყველაზე მეტად ეს გაგახარებთ გილოცავთ და მადლობა ვუთხრათ ქეთუნა ბუდაღაშვილს ამ არაჩვეულებრივი რეპორტაჟის მომზადებისთვის. საგამოცდო ციებ-ცხელება იწყება. სანამ ამას სიტყვი აქვე ჩავამატებ, ბარემღა რომ 14 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება ქალბატონი თინათინის საიუბილეო საღამო და ყველას გეპატეშებით. ახლა კი რა თქმა უნდა შენი ჯერია. ახლა გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა შეგახსენებთ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ.